მოგესალმებით, ტრადიციულად 4 შაბათს რადიო სივრცის ეთერში 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ ბიზნეს ინსაიდერია ვსაუბრობთ ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე, მიმდინარე ტენდენციებზე, რა თქმა უნდა, ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც დღეს ჩვენს გარშემო ხდება, თუმცა ტრადიციულად ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ სტუმართან ერთად ჩვენ საუბარს რამოდენიმე წუთში დავიწყებთ, მაგრამ ასევე ტრადიციულად გავაკეთოთ გარკვეული ტიპის იმოხილვა იმ საკითხების, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის გარშემო. კიდევ ერთხელ ბოლო პერიოდის აქტუალური საკითხი, ჩვენ წინა გადაცემებში ჩვენი ანალიტიკური ნაწილი ამ ყველაფერს მიუძღვენით ვისაუბრეთ. საკითხი შეეხებოდა, რა თქმა უნდა, ინვესტიციებს, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, იგლ-ხილთან დაკავშირებულ ინვესტიციას, მართლაც 3% ინვესტიციას 6.6 მილიარდის. არ შევალთ განსაკუთრებულ დეტალებში, თუმცა აღვნიშნავთ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ ვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან საინტერესო და ძალიან ამომწურავი ვიდეო მიმართვა ამ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა მთელ რიგ საკითხებზე და იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც შეიძლება თეორიაში მაინც არსებობდეს, თუმცა ვხედავთ, რომ პრაქტიკაშიც არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ თეორიაში მაინც არსებობდეს იგლ-ხილსის კითხვებთან, იგლ-ხილსთან დაკავშირებულ კითხვების ნაწილში და რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი და ციფრობრივი მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დაზუსტებით მოვისმინეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ გავლენა და პირდაპირ ეფექტი ბიუჯეტზე, რომელიც იგლ-ხილსის ინვესტიციას შესაძლოა ჰქონდეს, ეს არის 11 მილიარდი ლარი, ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტში 700 მილიონის ყოველწლიურ შემოსავალზე, ჩვენ ვსაუბრობთ 30,000-ზე მეტ სამუშაო ადგილზე, რომელიც დამატებით შეიქმნება ქვეყანაში და აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომ რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ეს ციფრები, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, არის დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებული, საერთოდ მნიშვნელოვანი საკითხები და ეხლა ჩვენ ნორმალურ პირობებში უნდა ვშელოვდეთ რა როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ, როგორ შეიძლება ვიფიქროთ მეტი სარგებლის მიღებაზე და არ ვკამათობდეთ, ასე ვთქვათ, ამ ინვესტიციის გარშემო არსებულ გარკვეული ტიპის ქსენოფობიურ ფაქტებზე. თუმცა არის რამოდენიმე კითხვა, რომელზეც აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს, რის შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა აი ამ ვიდეო მიმართვის ნაწილში. თუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კვლავ ასე ვთქვათ, რჩება გარკვეული ტიპის კითხვის ნიშნად, შეეხებოდა ხელშეკრულების გასაჯაროების ნაწილს. მოდით კიდევ ერთხელ ძალიან დეტალურად განვმარტოთ, რას გულისხმობს ეს ყოველივე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ იმ ხელშეკრულებიდან, რომელზეც საუბარია, რომ არ საჯაროვდება, პუნქტობრივად არ არის ეს გასაჯაროებული და ამასაც ვიტყვით რატომ, მაგრამ იმ ნაწილიდან, იმ ხელშეკრულების აი ამ ნაწილიდან, პრინციპში ამოიღო და გამოიტანა იმაზე მეტი ინფორმაცია, თუ კი შეიძლება რამე ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ხელშეკრულების ირგვლივ. ანუ პრაქტიკულად ეს იყო ყველა ძირითადი კომპონენტი, ასე ვთქვათ, რომელიც გვეუბნება ჯამში ხელშეკრულების შინაარსს. სახელმწიფომ ისაუბრა ძალიან მარტივ პრინციპებზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს აღებული არანაირი ტიპის ფინანსური ვალდებულება, არ გაუწია სახელმწიფოს არანაირი ტიპის ფინანსური გარანტია და სახელმწიფოს არ მიუნიჭებია არანაირი პრივილეგია ინვესტორისათვის. ანუ ჩვენ გვაქვს ჯამში მთლიანად ეს სქემა, რომელიც გვაქვს, ანუ ყველა ძირითადი პრინციპი ამ ნაწილიდან ამოღებულია და გამოტანილია საჯაროდ, ისევე როგორც გამოტანილია საჯაროდ ის ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც იქნა წარმოდგენილი. ანუ პრაქტიკულად ჩვენ რა საკითხებზე ვსაუბრობთ, რაც შეიძლება ხელშეკრულებაში ყველაზე უფრო მეტად გვაინტერესებდეს, ყველა ეს ნაწილი არის გამოტანილი. აქ რა თქმა უნდა ითქვა სახელმწიფოს ცდილობრივ მონაწილეობაზე 33.3. ხომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომელიც სახელმწიფოს აქვს ამ ნაწილში. ეხლა აქ იყო ასევე საუბრები ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, მიწების გასხვისებაზე უცხო ტომელებს. კიდევ ერთხელ, არანაირად არავიზე მიწების გასხვისება არ ხდება ამ ერთობლივ საწარმოში, რომელიც იქნება და სხვა შორის სახელმწიფოს მოლაპარაკებების და სახელმწიფოს მიერ წარმართული, სწორად წარმართული მოლაპარაკებების შედეგი და მონაპოვარია ის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ
იმ ნაწილზე, რომ სახელმწიფოს აქვს 33% ამ პროექტში. ეს ნიშნავს შემდეგს, რომ შესაბამისად სახელმწიფო არის თანამესაკუთრე ამ მიწის ფართობის, ამ ორივე ლოკაციაზე არსებული მიწის ფართობის, როგორც თბილისში, ისე გონიოში. საბამისად კიდევ ერთხელ აქ არანაირად უცხოთომელებს გასხვისებაზე ლაპარაკი არ არის და ყველა ეს ციფრობრივი მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დავასახელეთ, ბუნებრივია მომდინარეობს ამ შემთხვევაში მომდინარეობს სწორედ იმ სარგებლიდან, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს სწორედ 33%-ის ფარგლებში დაფიქსირებული მაჩვენებელი. ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ხშირ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ დეველოპერულ სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე. პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ დეველოპერული სექტორი სრულად მიესალმა აღნიშნულ პროექტს. სრულად, პრაქტიკულად სრულად ჩაითვალა, რომ ის კომპანიები, რომ შეიძლება თეორიულად განგვიხილავ კონკურენტებად, აღნიშნავენ, რომ ეს არის მათთვისაც როგორც დამატებითი შესაძლებლობა. თუმცა, გარდა დეველოპერული სექტორისა, აუცილებელია, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევაში პროექტს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სხვა დარგების, სხვა მიმართულებების განვითარებას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიყო რამდენიმე მიმართულება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ტურიზმი. და აღინიშნა, რომ როცა ჩვენ საუბრობთ აჭარაში ტურიზმზე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ სწორედ Eagle Hills-ის შესვლით აჭარაში, გონიოში, ჩვენ გვეძლება მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, რომ რეალურ ბმაში მოვახერხოთ ის, რომ აჭარის რეგიონში გქონდეს 4 სეზონიანი ტურიზმი. რაც ბუნებრივია, მოგეხსენებათ რეგიონისთვის თუ რაოდენ დიდი დატვირთვის მატარებელია. პრაქტიკულად ყველაფერს კრავს არსებული პროექტი იმისთვის, რომ აჭარაში ჩვენ ეს მოცემულობა მივიღოთ. ანუ ტურიზმის განვითარების ნაწილი აქ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ცალკე მიმართულება. ცალკე მიმართულება, რა თქმა უნდა, აქ საცალო ვაჭრობის სფერო და ასე შემდეგ. როდესაც საუბარია ხშირ შემთხვევაში, რომ და ამ საკითხებს უკავშირებენ უკანონო მიგრაციას და ასე შემდეგ. პირველ რიგში ერთმანეთს გამო გავმიჯნოთ ინვესტიცია და მიგრაცია. ორი სხვადასხვა რამ არის და ბუნებრივია საქართველოს მიგრაციასთან და საქართველოს აქ შესაბამისად საკმარისზე მკაცრი ვიტყოდი ასე კანონმდებლობა მიგრაციასთან მიმართებაში. ასე რომ არანაირი ტიპის უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკი ცხადია ბუნებაში აქ არ არსებობს. ციფრები რომელიც დასახელდა, ჯერ ერთი ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის დამფუძნებელს, Eagle Hills-ის დამფუძნებელს ბატონ ალაბარს არსად არ უხსენებია, აბსოლუტურად არსად არ უხსენებია, რომ 60%-ის მყიდველი საქართველოს შემთხვევაში იქნებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მან ისაუბრა მისი გაყიდვების ქსელიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას. თუმცა კიდევ ერთხელ ინდივიდუალური მაგალითია ყველა ქვეყანა. თუ ერთგვარად განსხვავებული სურათია ლატვიაში, მეორე მხრივ ჩვენ ნახეთ სერბეთის შემთხვევა. სერბეთის შემთხვევაში ჩვენ ვუსმინეთ სერბეთის მენეჯერს, სადაც ის საუბრობდა, რომ 98%-ზე მეტი, 98-99% სერბეთის პროექტის შემთხვევაში, რომელიც უკავე გაყიდულია ძალიან დიდი ნაწილი, უმრავლესი ნაწილი, ყიდველები არიან სერბეთის მოქალაქეები და ან ემიგრანტები, რომლებმაც სამშობლოში შეიძინეს ქონება. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ 98-99%-ზე, რომელიც იმ ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს, რომელ ქვეყანაში პროექტი განხორციელდა. ანუ სრულ თუ ჩვენ ავიღებთ ევროპულ მაგალითს, გნებავთ უფრო შორსაც მართლმადიდებლური ქვეყნის მაგალითს, რომელიც გვაქვს ამ შემთხვევაში ევროპაში, ჩვენ ვნახეთ ვითარება, რომელიც ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ დიახ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და ემიგრანტებმა შეიძინეს აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროექტში. თუმცა, კიდევ ერთხელ, თუ ჩვენ საერთო ტენდენციას შევხედავთ საქართველოს შემთხვევაში, ბუნებრივია საქართველოში ჯამში ორი ტიპის ფართები იყიდება, ასე რომ ვთქვათ, უფრო გასაგებენაზე, რომ ვთქვათ, იმ ადამიანების, რომელიც ამ სფეროში არიან, თუნდაც მცირე რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ბინის ყიდვით, გაქირავებით შემოიფარგლებიან, ასე ვთქვათ, და ეს ნაწილი მათი საქმიანობის წყაროა. არის საცხოვრებელი ფართები, ასე რომ ვთქვათ, დეველოპერულ სეგმენტში და არის საინვესტიციო. საინვესტიციო ნაწილში, როდესაც ყიდულობდა, მას გარკვეული ტიპის ინვესტიციად იყენებს. საქართველოს შემთხვევაში თუ შევხედავთ და განსაკუთრებით აჭარის შემთხვევაში თუ შევხედავთ, საინვესტიციო ხდება უამრავი ფართის შეძენა და ის არის ბევრად მეტი, ვიდრე ერთ წელიწადში ჯამში ხდება ბევრად მეტის რეალიზაცია, ვიდრე შეიძლება Eagle Hills კონდეს ამ შემთხვევაში წარმოქმნით. მოკლედ ეს საკითხებიც ასევე არის აბსოლუტურად კნარი სიცრუე, არანაირი ეგრეთ წოდებული არაბიზაცია, არანაირი უკანონო მიგრაცია ამ საკითხებთან კავშირში არის.
პირიქით მე ვფიქრობ, დროა კიდევ უფრო მეტი ვისაუბროთ, როგორ შეიძლება აი ამ მნიშვნელოვან პროექტთან მივიღოთ სარგებელი და ბოლოს. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხელშეკრულების გასაჯაროების ნაწილს. კიდევ ერთხელ ერთის დავიწყე სახელმწიფომ. თქვა იმაზე მეტი ვიდრე ზოგადად შეიძლება ხელშეკრულებიდან ამოღებულიყო, თუმცა სოფლიოში ვერ ნახავთ ვერცერთ პრეცედენტს, მით უმეტეს ამ მასშტაბის განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა, რომ ხელშეკრულება იყოს გასაჯაროვებული, გამორიცხული, ეს არის კომერციული საიდუმლოების ნაწილი და ცხადია, ეს არის რა თქმა უნდა Eagle Hills-ის ინტერესში კიდევ უფრო მეტად, რომ ეს ნაწილი არ უნდა იქნას გასაჯაროვებული და რატომ? იმიტომ რომ Eagle Hills 20-მდე სხვა ქვეყანაში აქვს პროექტი, მას 20-მდე სხვა მოლაპარაკება აქვს მე ალბათ კიდე ათეულობით მოლაპარაკება სხვა ინვესტორებთან, ბუნებრივია მას არ უნდა, რომ მისი რომელიმე ხელშეკრულება იყოს საჯარო და იყოს შემდგომ პრეცედენტული სხვა ხელშეკრულებებს. ძალიან მარტივი ლოგიკაა ამას, ასე ვთქვათ, კერძო სამართლის ნაწილში ალბათ აქ ყველა დაგვეთანხმება. კიდევ ერთხელ დროა ვისაუბროთ, როგორ მივიღოთ პროექტთან მეტი შემოსავალი, თუმცა გადავიდეთ იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ ახლა და ამ წუთას გვაქვს განსაკუთრებულად გამორჩეული ვითარება, რამოდენიმე სიახლე გქონდა ჩვენ ავიაციის სექტორში, აეროპორტების მიმართულებით, ბატონი ლევან მოსაშვილია, ჩვენი სტუმარი, ბატონ ლევან, მოგესალმებით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ბატონ ლევანთან ჩვენ არაერთხელ მქონია ძალიან საინტერესო ამომწურავი საუბარი, თუმცა ამომწურავს რომ ვამბობთ ხოლმე, ეს არის დროის ერთი ფაქტორი, შემდგომ უცებ მიდის ბატონ ლევანი და მოაქვს ახალი სიახლეები, რომელიც უკვე საჭიროებს დამატებით გაშლას ამ თემების და ეს სულ რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე საინტერესო სიახლე, ეს იყო ფრანკფურტის მიმართულება, ჩინეთის მიმართულება, ასე შემდეგ. ფრანკფურტის მიმართულებაზე Condor Airlines-ი თუ არ მაშლებას აღდგენაზე იყო საუბარი ფრენების. აი ამ ნაწილში მინდა პირველ რიგში დავიწყო გერმანიასთან პირდაპირ რეგულარული ავიამიმოსვლა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ამ კომპანიით კიდევ უფრო მეტად გამყარდება, გაძლიერდება. ხომ გერმანიასთან მეგონი ისედაც არ უჩივით ამ ნაწილში აქტივობას. მოდი დავიწყოთ ამ ნაწილით და შემდგომ გადავიდეთ თემებზე, ჩინეთი აუცილებლად მოვისაუბროთ. მოგესალმები გიორგი, მადლობა მოწვევისთვის სტუდიაში. მიხარია თქო სტუდიაში უკვე მე რამდენად მოვდივარ სიახლეებით. მოგაქვს პოზიტიური სიახლეები, ჩვენს რადიო მსმენელს ვაცნობთ ამ სიახლეებს და მუდმივად ვცდილობთ რომ ეს სიახლეები შევინარჩუნოთ. ახალი ინფორმაცია, ახალი მიმართულებები, ახალი ბაზრები, ახალი კომპანიები შემოვიყვანეთ საქართველოს ავიაბაზარზე. Condor Airlines-ი ბრუნდება საქართველოს ავიაბაზარზე, ოპერირებდა წლების განმავლობაში. Condor Airlines-ი ყოველდღიური ფრენებით შემოდის მომავალი წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ფრანკფურტის მიმართულებით ექნება ყოველდღიური ფრენები, რაც საქართველოსთვის ნიშნავს კიდევ გერმანიის მიმართულებით დამატებით საშუალებას, რომ მგზავრებს მიეცეთ შესაძლებლობა უფრო მოქნილად, უფრო კომფორტულად გადაადგილდნენ. აგრეთვე ბიზნეს სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არჩევითობა ექნება, დაკავშირებადობა ექნება საქართველოს დედაქალაქს დასავლეთ ევროპის კიდევ ერთ მიმართულებასთან. ტურიზმს შეუწყობს ხელს, რა თქმა უნდა. ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ თბილისი დაკავშირებული იყოს ფრანკფურტთან. კვირაში ესე იგი ყოველდღიური ფრენები ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მოქნილი არის ეს ბაზარი. უფრო მეტი არჩევის საშუალება აქვს მგზავრს. საერთო ჯამში მინდა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჯამში 8 გერმანიის 8 ქალაქთან გვაქვს ავიამიმოსვლა. ვცდილობთ, რომ ეს ციფრი მუდმივად გავზარდოთ, არ შევამციროთ, რათა უფრო მეტი კომფორტი შეუქმნათ ჩვენ მგზავრებს. ავიამიმოსვლა იყოს უფრო მოქნილი, უფრო სწრაფი და უფრო მოხერხებული. კი ბატონო, და ბუნებრივია კიდევ ერთხელ ამ ნაწილში მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი დასტურია, ასე ვთქვათ, საქართველოს შემთხვევაში როგორც სანდო პარტნიორის. კი, რა თქმა უნდა, სტაბილურობა და სანდოობა ძალიან მაღალი გვაქვს ავიაციის სექტორშიც. კი ბატონო, აუცილებლად მინდა ვიკითხო, ვიდრე გადავალთ სხვა საკითხებზე, ჩვენთვის მუდმივად აქტუალური თემა და ამის შესახებ ჩვენ წინა გადაცემას ვისაუბრებთ, ყოველ შემდგომ ჯერზე გითხავთ ამ თემას, შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაწილს. თუ შეიძლება ვკითხოთ, როგორია მიმდინარე ტენდენციები და სად ვართ ახლა, რა გვაქვს მიზანი, ასე ვთქვათ, სად მივდივართ? ქუთაისის აეროპორტი განაგრძობს უპრეცედენტო ზრდას, როგორც მგზავრთნაკადით, ასევე ფრენების მიმართულებით. რამაც გამოიწვია მოთხოვნა, რომ ქუთაისის აეროპორტი გაფართოებულიყო. როგორც ჩვენს წინა შეხვედრებში აღვნიშნე, ქუთაისის აეროპორტში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს არის სასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული საეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარება, გაფართოება.
რაც აქტიურ ფაზაში არის. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ წელს უკვე შევძლებთ ჩვენ განახლებულ ინფრასტრუქტურაში პირველი ავიამიმოსვლის და პირველი საჰაერო ხომალდის მიღებას. ასევე მუშაობთ ჩვენ სამგზავრო ტერმინალის გაფართოებაზე, მუშაობთ ჩვენ აგრეთვე მგზავრებისთვის დამატებითი ახალი სერვისების დანერგვაზე, მეტი კომფორტის შექმნაზე. ქუთაისის აეროპორტი ფაქტობრივად ახალ განვითარების ეტაპზეა გადასული და გვინდა რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ, არ შევანელოთ, ჩვენს მგზავრებს, ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს სტუმრებს შევთავაზოთ უფრო მეტი კომფორტი, შევთავაზოთ უფრო მეტი სერვისი, უფრო მეტი მოქნილობა, რაც მომხიბლებს ხდის ავიაკომპანიებისთვისაც. და ეს რიტმი რაც გვაქვს დაჭერილი, არავითარ შემთხვევაში არ დავწიოთ ქვემოთ. კი ბატონო და ეს იგრძნობა გრძნობთ ამ რიტმს და მათ შორის გრძნობთ საერთაშორისო აღიარებას, ასე ვთქვათ, საერთაშორისო მასშტაბით არაერთი საინტერესო ღონისძიება ვნახეთ, საინტერესო აქტივობა ვნახეთ, იკაოს ნაწილი იყო ერთ-ერთი ბოლო ამ შემთხვევაში, რომელსაც ჩვენ ვნახეთ თქვენი კომენტარები, კოლეგების კომენტარები, თქვენ უმასპინძლეთ მოკლედ იკაოს რეგიონულ შეხვედრას. ხომ ჯამში რომ გითხრათ მეტი კიდევ ერთხელ იკაოს შესახებ და რა მნიშვნელობა აქვს იკაოს თანამშრომლობას და ცხადია ამ შემთხვევაში ბუნებრივია რა შედეგებზე გავდივართ, რა არის შემდგომი მიზანი. იკაო არის გაეროს ეგიდით შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 193 წევრ ქვეყანას. საქართველოს ამაყად ვიკავებთ პოზიციას ამ 193 წევრ ქვეყანას შორის, სხვათა შორის ერთ-ერთი მოწინავეები ვართ იკაოს სტანდარტების დანერგვაში რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებით. რეგულარულად იკაო ახორციელებს წევრ ქვეყნების აუდიტს, შემოწმებას, მაგრამ ეს შეხვედრა, ეს ვორქშოპი, რაც თქვენ ახსენეთ, ეს ემსახურებოდა ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკის რეგიონების ქვეყნებისთვის ახალი იკაოს სტანდარტების და რეგულაციების დანერგვას. კერძოდ კი ხელოვნური საფარის რეიტინგის შეფასებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური საფარის შეფასება და რეიტინგი უნიფიცირებული იყოს იკაოს ყველა წევრ ქვეყანაში. ხელოვნური საფარის გამოყენება იყოს რაციონალური, მზიდუნარიანობა განისაზღვროს სწორად, რათა ფრენების უსაფრთხოება, რაც ყველაზე ამომავალი და ყველაზე მთავარი არის ავიაციისთვის, იყოს შესაბამის დონეზე შენარჩუნებული. იკაოს ეს ვორქშოპი Airbus-თან ერთად ჩატარდა. Airbus-ი იყო ერთ-ერთი დამხმარე ორგანიზაცია. ჩვენ უმასპინძლეთ 19 ქვეყნის 32-ზე მეტ წარმომადგენელს. წარმატებით განხორციელდა ეს ღონისძიება. დამსწრეებს განემარტათ ჩიკაგოს 1954 წლის კონვენციის მე-14 დანართია, რომელიც არეგულირებს ჩიკაგოს 1954 წლის კონვენცია, ეს არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც ხელშეკრულებული დოკუმენტია, რომელიც სამოქალაქო ავიაციაში ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს, რომ დანერგოს იკაოს სტანდარტი თანაბრად განურჩევლად ქვეყნის და განურჩევლად აეროპორტის სტატუსზე, ანუ ყველა საერთაშორისო აეროპორტი, როდესაც ღია არის, იგი ღია თანაბარ პირობებში ყველასთვის, ანუ ეს გულისხმობს ყველა ავიაკომპანიისთვის და თვითმფრინავი, როდესაც აფრინდება პირობითად ვთქვათ, რომელიმე იკაოს წევრი ქვეყნის აეროპორტიდან საქართველოში რომ ჩამო, ზუსტად იგივე გარემო უნდა დახვდეს, იგივე სტანდარტები უნდა დახვდეს და ჩვენც მუდმივად ვზრუნავთ, რომ ეს სტანდარტები იყოს იკაოს სტანდარტებთან შესაბამისობაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ეს სიახლეები, რაც იკაოს აქვს, ამ ვალდებულებას ყველა ქვეყანა რა თქმა უნდა, მეტწილად ყველა ქვეყანა ასრულებს. იკაოს აქვს მე როგორც წეგანო ახსენე გარკვეული პერიოდულობით აუდიტები ამა თუ იმ ქვეყანას ამოწმებს და რეიტინგები არის და ჩვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნე, რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ამ იკაოს სტანდარტების დანერგვაში და ამაყად ვიძახით, რომ სამომავლოდაც შევინარჩუნებთ ამ რეიტინგს, შევინარჩუნებთ ამ სტანდარტს და გვინდა რომ ვიყოთ მოწინავეები, გვინდა ვიყოთ ფრენების უსაფრთხოებისთვის მოწინავე პოზიციებზე, რაც თავის მხრივ ავიაკომპანიებისთვის იმის განმაპირობებელია, რომ როგორც ეკონომიკური გარემო, ასევე უსაფრთხო გარემო არის ჩვენს აეროპორტებში და ავიაკომპანიები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად განსაზღვრებს სწორედ ამას. კი ბატონო, და კიდევ ერთი რომ მივყვეთ ასე ვთქვათ ავიაბაზრის სიახლეებს ამ შემთხვევაში და პირდაპირ ფრენების ნაწილს, ასევე მართლაც დატვირთული პერიოდი იყო ამ კუთხით, ის არ არის თქვენ სტატუსი. ავიაცია 24/7-ზე, მაგრამ ნახეთ კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა, ვიჟენიარი ხო თუ არ მეშლება. დიახ, ვიჟენიარი, ეს არის ვიჟენიარი შემოსვლა და რომ გითხრათ ასე ვთქვათ ამ ნაწილშიც
რატომ არის ეს ნაწილი მნიშვნელოვანი? ვინაიდან ჩვენ ხედავთ, რომ ზოგადად ევროპის მიმართულებით გააქტიურებული გვაქვს ფრენები, მაგრამ თუმცა კიდევ უფრო მეტად მიზნობრივ ნაწილზე შევდივართ. ეს არის მოთხოვნიდან გამომდინარე. ვიჟენერი არის მოლდოვური კომპანია, რომელიც საქართველოს კიშინოვის მიმართულებით დაფრინავს. ეს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარს შემოემატა, კიდევ ერთი მიმართულება დაგვემატა. ეს მიმართულება განპირობებული არის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოთხოვნები გაზრდილია საქართველოს ავიაბაზარზე, ტურისტის შემოყვანაზე, მგზავრის შემოყვანაზე. ჩვენც მოხარულები ვართ, რომ ახალ ავიაკომპანიას უმასპინძლოთ, ახალი ავიაკომპანიას მოვემსახუროთ. ეს ნიშნავს გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ ეკონომიკურ დაკავშირებადობას. მუდმივად ვითარდება საქართველოს ავიაბაზარი, არ ვართ გაჩერებული ერთ ადგილზე და ჩვენი კარი ყოველთვის ღია არის ნებისმიერი სტაბილური ავიაკომპანიისთვის, ვინც საქართველოს ავიაბაზარზე თავის წვლილს შემოიტანს ეკონომიკის განვითარებაში, ტურიზმის შემოყვანაში. ჩვენი მხრივ უსაფრთხო გარემოს ვახვედრებთ, როგორც წეგან აღნიშნა, იკაოს სტანდარტების დანერგვით, იკაოს რეგულაციების დანერგვით, ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ უსაფრთხო და სტაბილური გარემო დახვდებათ ნებისმიერ ავიაკომპანიას. აქამდე მოლდოვის მიმართულებით იყო კი დაფრინავს კომპანია მოლდოვის მიმართულებაზე, ეს უკვე მეორე ავიაკომპანია, რომელიც რაჭდა საჭიროება არის მეორე მიმართულების კი. ასეთ ტიპის ფრენები. კი ბატონო. მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ რო ვნახოთ, ასე ვთქვათ, დღეს საქსტატის ინფორმაციებს ვნახეთ, გამოქვეყნებული ინფორმაცია, ანუ კონფერენციასაც ვეცნობოდით, ჯამში მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უკვე 10 თვის მაჩვენებლების შევაფასოთ, რომელიც გვაქვს, როგორც მგზავრთ ნაკადის, ისე რეისების რაოდენობასთან დაკავშირებით და ვთქვათ, როგორი იყო მოლოდინები და სად ვართ 10 თვის დაკვირვებით. როგორც ყოველ შეხვედრაზე ამაყად აღნიშნა, რომ წელს არის რეკორდული წელი. ყველა ჩვენი რეკორდი მოხსენით გასულ წლებთან დაკავშირებით. მინდა აღნიშნა, რომ 2025 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით მგზავრთ ნაკადი გაზრდილი არის დაახლოებით 17%-ით. ეს ნიშნავს, რომ წელს უკვე 7.2 მილიონი მგზავრს უმასპინძლეთ ყველა საერთაშორისო აეროპორტში, ასევე 31,000-ზე მეტ ფრენას უმასპინძლეთ. ეს არ არის სტატიკური ციფრი, ეს მუდმივად იზრდება. წლის ბოლომდე გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მგზავრთ ნაკადიც და ფრენების რაოდენობაც გაიზრდება. ჩვენი მოლოდინი არის და ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი არის, რომ წლის ბოლოს ჩვენ დაახლოებით 8.2 მილიონი მგზავრზე გავალთ. ყველა საერთაშორისო აეროპორტში, რაც ასევე ისევ რეკორდული მაჩვენებელი იქნება. ეს კიდე და კიდე ხაზს უსმევს იმას, რომ სწორი საავიაციო პოლიტიკა ტარდება. თვითონ პროცენტული მაჩვენებელი 14%-იანი ზრდა ჯამში ძალიან კარგი მაჩვენებელია თვითონ რეგიონში და მსოფლიოში და ევროპის ქვეყნებშიც, როდესაც ევროპის წამყვან აეროპორტებში უმაღლეს მაჩვენებლად, მგზავრთ ნაკადის მაჩვენებლად ითვლება 4, 5 და 6%. ჩვენ საუბარ გვაქვს 14%-ზე და წარმოიდგინეთ 14%-იანი ზრდა და ეს მაჩვენებელი რო შენარჩუნებული გვაქვს და ეს დინამიკა რო შენარჩუნებულია, მზარ დინამიკა, კიდევ მეტყველებს, რომ სწორი პოლიტიკა ტარდება საავიაციო მიმართულებით. ბაზრების დივერსიფიცირება ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ამ სტატისტიკის შენარჩუნებასაც და ჩვენი მხრივ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ახალი ბაზრების შემოყვანაზე საქართველოში, ახალი ავიამმიმართულების განვითარებაზე. აი აუცილებლად მინდა გკითხოთ, შეიძლება ეს პირდაპირ ასე ვთქვათ, თქვენი ნაწილი არ არის, თუმცა კონკრეტულად ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის შემდგომ დაჩქარდა, ასე ვთქვათ, და პეკინთანაც დავიწყეთ ფრენები, თუმცა ეს არის ურუმჩის გავით ამ შემთხვევაში. ზოგადად ჩინეთის მიმართულებას როგორ შეაფასებთ, ასე ვთქვათ? ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულება არის და ერთ-ერთი ყველაზე პოტენციურად სეზონურად კიდე საჭირო გახდა. რა თქმა უნდა, ჩინეთი ახალი მიმართულება არის საქართველოს ავიაბაზრისთვის. ჩინური ავიაკომპანიები დაფრინავენ როგორც აღნიშნეთ საქართველოში უკვე წლების განმავლობაში, მაგრამ პირდაპირ ავიამიმოსვლა, თქვათ ურუმჩის გავლით საქართველოს დედაქალაქში, ეს კიდე თავის მხრივ ძალიან პოზიტიურად აისახება ტურისტული ნაკადების შემოსვლაზე საქართველოში. ასევე ეს ჩინეთი საქართველოს გამყვანი ტურიზმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის ახალი მიმართულება, ძალიან საინტერესო, დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა ჩინეთიც.
ეკონომიკურადაც აღინიშნება ეს აქტივობაც გამყვანი რა თქმა უნდა ინტერესი დღითი დღე იზრდება მით უმეტეს რომ გამარტივებული არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის უკვე მიმოსვლა ინტერესი დღითი დღე იზრდება თუნდაც ჩვენს გარშემო ჩვენი მეგობრებიც ვინც ჩინეთში მოგზაურობდნენ სულის გამოთქვამი რომ კიდე ერთხელ ეწვიონ ამ ქვეყანას ამოუწურავი შესაძლებლობა აქვს ეს სხვა შორის ეს მათ შორის ბიზნესმენებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ვინაიდან ჩვენ ხედავთ რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ გააქტიურებულია ჩინეთთან იგივე აი ხა პრემიერის ამოვიზიტის დროს ჩანდა პირდაპირ ავიამიმოსვლაც ხელს უწყობს რომ სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებები გაძლიერდეს უფრო მოქნილი იყოს თუნდაც ბიზნესის კეთების კუთხით უფრო მოქნილი არის რომ პირდაპირ დაკავშირებულება იქნება ჩინეთის დიდ ქალაქებთან სრულ ქალაქებთან გარდა ტურიზმისა ეკონომიკის გაძლიერებასაც ხელს შეუწყობს ეს ახალი მიმართულებების განვითარება კი ბატონო ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ჩვენ ხედავთ ასე ვთქვათ და არასოდეს არ გვაკლია თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანიის Turkish Airlines საქართველოში გადაადგილება ისე როგორც სხვა ავიაკომპანიების თუმცა ასევე განახლებულია პირდაპირ ავიამიმოსვლა უშუალოდ თურქეთის დედაქალაქთან ხო ჩვენ ზირთერთ შემთხვევაში გვესწრებს ამბულის მიმართულებით ფრენები უფრო პოპულარულად ასე ვთქვათ კი ანკარაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორი მეზობელი პარტნიორი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული ეს არა მხოლოდ ტურიზმის ნაკადებზე გათვლილი არამედ ბიზნესის ნაკადებზეც რა თქმა უნდა როდესაც ორი პარტნიორი და ორი სტრატეგიული მეზობელი ქვეყანა ერთმანეთის დედაქალაქებთან პირდაპირ ავიამიმოსვლით არის დაკავშირებული, მოქნილობას ზრდის, ტურისტული ნაკადებთან ერთად ისევ და ისევ ბიზნესის კეთებას უწყობს ხელს, რომ თუნდაც დაინტერესებული ბიზნესის მფლობელი პიროვნება არ დაინტერესებულს არ მოუწევს სტამბულის გავლით პირდაპირ ანკარაში ჩასვლა, არამედ პირდაპირ შესაძლებელია რომ ანკარაში ჩაფრინდეს უკვე ეს გარდა ეკონომიკისა და გარდა ტურიზმისა ასევე პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან პირდაპირ ავიამოსვლა გქონდეს. კი ბატონო, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია და ყოველთვის სხვათა შორის შეიძლება ითქვას რომ ერთის მხრივ ძალიან აქტიურია თურქეთის გავლით მიმოსვლა, მაგრამ ამავდროულად ისიც აღსანიშნავია ალბათ რომ საქართველოსდან გამომდინარე რომ ჩვენ პირდაპირ ფრენები დაგვემატა საკმაოდ სოლიდურად მათ შორის მიმდინარე წლის ნაწილში ჩვენ ვხედავთ რომ უკვე ჩვენი ქვეყანა თუ სტამბულს შემთხვევაში გადაჯდომის საშუალებად ვიყენებდით რომელსაც პირდაპირ ფრენები არის ალბათ ეს დინამიკა შენარჩუნებული იქნება რა თქმა უნდა გზავრთნაკადი პოზიტიურად ვითარდება საქართველოში როგორც აღნიშნე 8.3 მილიონის გზავრის გადაყვანის საპროგნოზო მაჩვენებელი გვაქვს ეს დინამიკა შენარჩუნდება მომავალ წლებშიც მოთხოვნა იზრდება, საავიაციო ბაზრის მოთხოვნა იზრდება, ახალი მიმართულების მოთხოვნა იზრდება, ჩნდება ახალი ტურისტული მიმართულებები, ჩნდება ახალი ნაკადები. ავიაკომპანიები ინტერესდებიან საქართველოს ავიაბაზრით. შემოდიან ავიაკომპანიები ახლა კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს ბევრ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და როდესაც კი დავასრულებთ წარმატებით ამ მოლაპარაკებებს, უკვე ცნობილი იქნება რადიოს მსმენელისთვის. ამ სასარგებლო და საინტერესო პოზიტიურ ნიუს ნამდვილად თქვენი რადიოს საშუალებით ვამცნობთ ჩვენ რადიო მსმენელს. კი ბატონო, იმიტომ რომ მართლაც მოლოდინი სულ უფრო არის, აი რაღაც მომენტში, როდესაც გაჩნდა თავიდანვე იგივე ლონდონის მიმართულებაზე რომ ნახეთ, შვეიცარიის მიმართულებაზე რომ ნახეთ, ჩვენ სიახლეები უკვე მივხვდით რომ არაფერი აღარ არის წარმოუდგენელი, არც ერთი მიმართულების დამატება საქართველოს რეალობისთვის და საქართველოს აეროპორტებისთვის წარმოუდგენელი ნამდვილად არ იყო და ჯამში შემდგომ ხედავთ საკმაოდ ისეთ ძლიერ ჯაჭვს, როცა პირდაპირ ფრენებია, ეს მოქალაქეების მობილობას უწყობს ხელს, ეს გადაადგილებას უწყობს ხელს და უნებრივია ეს სულ სხვა კი რა თქმა უნდა, თუნდაც ბიზნესის კეთებას ამარტივებს. კი ბატონო. ესეთი ტენდენცია გვაქვს თვის ბოლო 2 თვე 10 თვლით რომ ავიღოთ, თუმცა ნუ ფაქტობრივად თვე ნახევარით აღარ რჩება. წლის ბოლოს აქტიურია ხოლმე. თქვენი მოლოდინები როგორია? ხა და მოახლოებულ წლის დასასრულთან ერთად მატების ნაწილში დასასრულთან ერთად როგორც აღნიშნე დინამიკა პოზიტიურად შენარჩუნდება. გარდა გზავრთნაკადის გაზრდისა, ასევე საქართველოს ყველა აეროპორტში ჯამურად გვემატება ფრენების რაოდენობაც. თუნდაც ის ფაქტი რომ 10 თვის ჯამში 31000 ფრენა შესულა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. გვაქვს იმის მოლოდინი რომ 36000 ფრენამდე ავწევთ ამ ციფრს, რომელიც თავისთავად ნიშნავს
გადაყვანილ ტურისტს, მეტ გადაყვანილ მგზავრს, მეტ შემოტანილ ტვირთს და მეტ გადაზიდულ ტვირთს. კი ბატონო, კიდევ ერთი რაც მინდა კითხოთ ჩვენ რა თქმა უნდა ნაწილობრივ ვისაუბრეთ ქუთაისის აეროპორტთან მიმართებაში, თუმცა ასევე გქონდა ესეთი საინტერესო აღნიშვნა, ეს იყო ქუთაისის აეროპორტის დაბადების დღე და იყო მთელი კვირეული თქვენი მხრიდან აქტივობის და ძალიან მნიშვნელოვანია ბატონო მე რასაც ვუყურებ და ჩემი დაკვირვებით რომ მთლიანობაში ქუთაისის აეროპორტი ბრენდირება ასე რომ ვთქვათ კიდევ უფრო მეტად ძლიერდება თქვენი სხვადასხვა ისეთ საინტერესო აქტივობებიდან გამომდინარე. აი რას მოიცავდა ეს კვირეული და მათ შორის აი როგორია ჩვენი მოქალაქეების როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების აი კიდევ უფრო მეტად აი მიზიდულობა ქუთაისის აეროპორტისადმი. ქუთაისის აეროპორტი წელს 13 წელს გახდა. გავიზარდეთ, ვიზრდებით დღითი დღე. კი ბატონო. როგორც მგზავრთა ნაკადით, ასევე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით, ასევე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქუთაისის აეროპორტი არის ძალიან მოთხოვნადი, ძალიან შემჩნევადი. ჯერ მარტო ლოკაცია რო ავიღოთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ყველა დიდი ქალაქის ქალაქთან დაკავშირებადობა ძალიან მარტივი არის. წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნეთ 13 წლის იუბილე, ქონდა დაბადების დღის კვირეული. ეს იყო ძალიან ბევრი აქტივობა ქონდა გაერთიანებული. ჩვენ პარტნიორ და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად და ცოტა პარტნიორი და კონტრაქტორი არ ყავთ, ასე რომ. კი, ძალიან ბევრი კომპანია არის შემოსული, 20-ზე მეტი კონტრაქტორი კომპანია არის, რომლებთანაც აქტიურად თანამშრომლობთ. 25-31 ოქტომბრის შუალედში ქონდა ჩვენ დაბადების დღის კვირეული. სადაც იყო გასართობი აქტივობები, იყო ძალიან ბევრი შეთავაზებები, როგორც მგზავრებისთვის, ასევე ჩვენი თანამშრომლებისთვისაც. იყო მუსიკალური გაფორმება, იყო სხვადასხვა ისეთი წამახალისებელი ღონისძიებები, როგორც იყო მაგალითად მთავარი პრიზი ქონდა, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს იყო ლიონის მიმართულებით ომხრივი ავიაბილეთის გათამაშება. ლიონის თემა აქ გაჟღერდა კიდევ უფრო აქტიურად, ასე ვთქვათ. კი, ლიონის მიმართულებით ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულების განვითარებას და საქართველოს მოქალაქემ მოიგო ეს შემთხვევით გათამაშების პრინციპით, მოიგო ლიონის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთი, რომელიც მომავალი წლიდან შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს. ულოცავთ ამ გამარჯვებას. ჩვენ თანამშრომლებსაც ჰქონდათ საშუალება, რომ აეღნიშნათ ეს იუბილე. ძალიან ესეთი პოზიტივის შემტანი იყო, კადრებიც გავრცელებული იყო, ჩვენს თანამშრომლებთან ერთად მგზავრებიც აყვნენ ამ ღონისძიების აღნიშვნაში, იყო მხიარულება, იყო ეს პოზიტივი, სიცილები და გვინდა რომ ამ განწყობაზე შევინარჩუნოთ ჩვენი აეროპორტი და მუდმივად ესე მხიარულად იყოს მგზავრისთვის ქუთაისის მგზავრობა. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აეროპორტი ყოველთვის ითვლება რომ ესეთი სავიზიტო ნაწილია. შემოსვლელ ნაწილშიც და გამოსვლელ ნაწილშიც პოზიტიური ემოციის დარჩენა და ქვეყანაში დაბრუნების სურვილი ალბათ აეროპორტიდან გამომდინარე აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. აუცილებლად მინდა გკითხოთ როცა ჩვენ საუბრობთ ზოგადად ქუთაისის აეროპორტთან მიმართებაში პირდაპირ ფრენებზე, ხა ლიონი ვახსენეთ, ასე ვთქვათ. ბევრ შემთხვევაში ჩდება ხოლმე განცდა რომ ხომ არ უწევენ საქართველოს აეროპორტები ერთმანეთს კონკურენციას. თუმცა აქ ალბათ ის არის რომ სხვადასხვა ფასისმიერი კატეგორია სეგმენტი აბსოლუტურად განსხვავდება. ეს რო ცოტა ისევ განუმარტოთ ასე ვთქვათ. საქართველოში გვაქვს სამი საერთაშორისო აეროპორტი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის და ბათუმის. სამივე აეროპორტი ერთმანეთთან თითქმის იდენტური მანძილით არის დაცილებული და აბსოლუტურად სეგმენტია სხვადასხვა. ყველა აეროპორტს ყავს სხვადასხვა მომხმარებელი. რა თქმა უნდა, არის ავიაკომპანიების დიფერენციაცია ბევრ შემთხვევაში. ავიაკომპანიების დიფერენციაციაც ხდება ასევე მომსახურების, სერვისების, სხვადასხვა სერვისების შეთავაზება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თუნდაც ეს ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული, არ იყოს აკუმულირებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ აეროპორტს. თანაბრად ვცდილობთ, რომ ყველა სამივე საერთაშორისო აეროპორტი განვითარდეს, სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაემატოს ფრენები. გვინდა რომ ხელი შეუწყოთ საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას. ჩვენ როდესაც ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, თავაზობთ არა მხოლოდ ერთ აეროპორტს, არამედ თავაზობთ სამივე აეროპორტს, რომ სამივე აეროპორტში შემოიყვანონ მგზავრები, განავითარონ ახალი ავიამიმოსვლები. მუდმივად ვცდილობთ, რომ ახალ ავიაკომპანიებთან საუბრის დროს ყველა ჩვენი ღირსშესანიშნაობა, ყველა ჩვენი კომფორტი, რაც ამ აეროპორტებში გვაქვს, წამოვწიოთ წინა პლანზე, რომ ავიაკომპანიებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მხოლოდ ერთ აეროპორტზე არ ველაპარაკებთ ჩვენ. კი ბატონო, და ეს ბუნებრივია მგზავრობისთვის, მით უმეტეს, როდესაც ხდება ხოლმე საქართველოს ბრენდირება ტურისტული კამპანიის კუთხით. მათ შორის
შეგვიძლია მართლაც სიამაყე თქვათ, რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ ყავს ტურისტები, რომელიც საქართველოს ერთ ნაწილს სტუმრობენ, ერთი ნაწილი მოინახულეს პირობითად აღმოსავლეთ საქართველოს და სტუმრობენ დასავლეთ საქართველოს. და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ხელმისაწვდომია მათთვის თქვათ ქუთაისის აეროპორტის, იგივე ბათუმის აეროპორტის გამოყენება ამ კუთხით და ის რომ თქვენ ამბობთ რომ ყველა აეროპორტი გვინდა რომ თანაბრად განვითარდეს, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. ცხად სულ ცოტა ხნის წინ ასევე უსმენდი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ორშაბათს სატელევიზიო ეთერში, რომელსაც ასევე საუბრა ახალ საერთაშორისო აეროპორტზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო სხვაგვარად გაზრდის, ასე ვთქვათ, საქართველოს. კი, ესაც გამოწვეული ზუსტად იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ დაინტერესებული არის თბილისის დედაქალაქის აეროპორტისკენ მიმართულია მთელი ყურადღება. რა თქმა უნდა, დედაქალაქის აეროპორტები, როგორც მთელ მსოფლიოში პრაქტიკა აჩვენებს, ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება. ჩვენ გვაქვს იმის განცდაც და გვაქვს იმის მოლოდინებიც, რომ უახლოეს პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურება და გაატარებს იმაზე მეტ მგზავრს, რაც თავიდან იყო საწყისად დაგეგმილი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გვაქვს იმის ამბიცია, რომ რეგიონში ვიყოთ წამყვანები. ჩამოყალიბდეთ ხაბად და აქედან გამომდინარე გაჩნდა იმის საჭიროება, რომ თბილისის მიმდებარედ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყოს. ლოგიკური, სწორი, ამბიციური, რეალისტური ამბიციური მიზანია ამ შემთხვევაში. სწორი სტრატეგიული სვლა არის ეს. არ მინდა გამომჩეს ქუთაისის აეროპორტზე საუბრობდი და უცებ გადავედით თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, მაგრამ ამასობაში ლაუნჯს ველოდებით, ხო? ქუთაისის მორგის სიახლე არის ქუთაისში, ქუთაისის აეროპორტში. ჩვენ გარკვეული ანონსი და ნახეთ, ცოტა ვისაუბრეთ ეთერში. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თქვენი სტუმარი ვიყავი მახსოვს მაშინ და კი. პირობაც დავდეთ თქვენთან, რომ ქუთაისის აეროპორტის ლაუნჯის გახსნაზე ჩვენი სტუმარი იქნებით და პირველი მე დავანონსე. და ახლა იმითო დავსვეს კითხვა, რომ ხო არ გამომჩარა მე. პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, აქტიურ ფაზაშია შესული. ჩვენ წლის ბოლომდე ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს შევთავაზებთ ლაუნჯის სერვისს. ეს არის გათვლილი ბიზნეს ლაუნჯი არის ბიზნეს კლასის მგზავრებზე, არა მხოლოდ ბიზნეს კლასის, არამედ ნებისმიერ ვიზა სტატუსის, TBC-ის ვიზა სტატუსის მქონე და საერთოდ ზოგადად ვიზა სტატუსის მქონე. ვიზასთან თანამშრომლობა ვიზასთან ერთად გაფორმებული ხელშეკრულების და მემორანდუმის პარალელში ნებისმიერ ვიზა სტატუსის მქონე სტუმარს შეიძლება უფასოდ ისარგებლოს ამ სერვისებით. გაფრენამდე მიიღოს ის ყველა ბენეფიტი, რაც ბიზნეს ლაუნჯში აქვს, დაისვენოს, კომფორტულად განეწყოს, პოზიტიურად განეწყოს ფრენებისთვის. 2-3 საათი იქნება თუ 2 საათი იქნება გაფრენამდე მოისვენოს და კომფორტულად გაფრენდეს შემდეგ. კი ბატონო ლევან, ბოლოსკენ რომ წავიდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენ დროის ნაწილშიც გარდა ამ სიახლეებისა ზოგადად ძალიან ესე რომ ვთქვათ გენერალურად მესმის და თქვენ აღნიშნეთ რომ ახლა მთელი რიგი ავიაკომპანიების დაანონსება, ნუ ახლა შეუძლებელიც არის გამომდინარე, მაგრამ რას ველით შემდეგ წელს პირობითად ველოდოთ დაახლოებით ისეთ სიურპრიზებს როგორიც ეს წელი იყო და ისევე როგორც თლიანობაში კიდევ ერთხელ მესმის ხელ ვერანაირ კონკრეტულ ციფრზე აქ შეიძლება საუბარი ზედმეტი იყოს, მაგრამ ივენ მგზავრთა ნაკადის დინამიკას და ასე შემდეგ, აი როგორ ველოდებით, როგორია, ასე ვთქვათ, თქვენი გეგმები, როდესაც გეგმებზე ვჯელობთ ხოლმე, უბრალოდ თქვენი სტრატეგიული ხედვა. ესე იგი, მოკლევადიან გეგმებს რაც შეეხება, ეს არის აეროპორტებში, როგორც არაერთხელ აღნიშნა ჩვენს გამოსვლებში, ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა, ახალი მიმართულებების განვითარება. ბუდიშით ბატონო ლევან, ამ მოკლევადიან გეგმას წინ უდგას ხოლმე როგორც წესი ხანგრძლივი მოლაპარაკებები კი ბატონო. ბევრ შემთხვევაში ვიტყვით ხოლმე რომ აი პირობითად ვიზიონერი შემოვიდა, მაგრამ ეს ამას რა იდგა. ძალიან დიდი შრომა დგას, მის უკან დგას ჩვენი გუნდის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჩვენი პარტნიორი კომპანიების, თბილისის და ბათუმის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის, ანუ ავიაციის სეგმენტში ვინც ჩართული არის ყველა ამ ორგანიზაციის და უწყების ერთობლივ ხანგრძლივ და ისეთ ძიმე სამუშაოებს, ანუ სამუშაოები დგას ამ ყველაფერს უკან. მოლაპარაკებები არ არის ეს მარტივი პროცესი, ხანგრძლივი პროცესი, როგორც აღნიშნეთ, მუდმივად ამ პროცესში ვართ, არ ვაჩერებთ ამ პროცესებს პირიქით. ყოველდღიურად გვემატება ახალი მიმართულებებთან მოლაპარაკებები, ვაწარმოებთ ძალიან ესე დიპლომატიურად ვაწარმოებთ ისე რომ გვინდა რომ შემოვიყვანოთ ის მიმართულებები, რომლებიც წარმატებული იქნება. არა მხოლოდ ახალი მიმართულებების შემოყვანა, ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალი სერვისების, თანამედროვე სერვისების, თანამედროვე აღჭურვილობების დანერგვა ჩვენს აეროპორტებში.
ქუთაისის აეროპორტის მაგალითზე რო ავიღოთ, გეიტები ავამუშავეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც უადვილებს მგზავრებს რომ მარტივად გაიარონ ეს საზღვრის კონტროლი. ეს ხო ეს ვერსიაც ვნახეთ ჩვენ და ეს უფრო რა თქმა უნდა დისკომფორტია. Fast track-ის დანერგვა გვინდა რომ რიგებს აარიდონ თავი და მარტივად გაიარონ ჩვენ მგზავრებმა. არის სხვადასხვა ტექნოლოგიური პროგრესი და ტექნოლოგიური სიახლეები, რომლის დანერგვაც დაწყებული გვაქვს და ეტაპობრივად ვახორციელებთ. მომავალ წელს არ გავაჩერებთ ამ სიახლეებს და თქვენი რადიო მსმენელი და ჩვენი მაყურებელი შეიტყობს ამას. კი ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ როგორც ყოველთვის თქვენთან საინტერესოა საუბარი, ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ, ასე ვთქვათ, ყველა ამ აქტუალურ საკითხზე, რომელიც თქვენ გაქვთ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ის დინამიკა, რომელიც არის, გვაძლევს ხოლმე საშუალებას, რომ თქვენთან მიმართებაში ყოველთვის საინტერესო და ახალი თემები შემოვიდავნოთ. ახლაც ველით, ასე ვთქვათ, ეჭვი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე არ მოგვაწყენთ და რამეს მაინც ასე. ნამდვილად. პირდაპირ ფრენების დამატებით სიახლესაც გავიგებთ და კიდევ შევაჯამებთ წელს, ასე ვთქვათ, ვიტყვით იმაზე მეც ვიდრე ახლა აქ ვსაუბრობთ, ამისთვის გვაქვს ჩვენ თითქოს ბევრი არა თქვენ ახევარ, მაგრამ თქვენთვის საკმარისად ბევრია თქვენი დინამიკისთვის. საკმარისია ავიაციისთვის, რომ პროგრესი კიდევ ერთხელ მოვახსენოთ ჩვენ რადიო მსმენელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ლევან, დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენდით. ჩვენ დავბრუნდებით ტრადიციულად შემდეგ 4 შაბათს 5 საათიან საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. მადლობთ.